გამარჯობა მეგობრებო. დიდი ხანია არ გადამიღია ვიდეო და ეს გადავწყვიტე დამედო. მონტანაში ვიყოფები შტატში. ფოტოშოპს კარგი ამიდია, ისე არცივა როგორც წესით უნდა ციოდეს. ხო და დილაა და ეხა პატარა საუზმესაც ვამზადებ. ხო და გაჩვენეთ ეხლა როგორ ვამზადებ საუზმეს. აი ბეკონს ვავ ესე ლამაზად გამოიყურება უკვე შემწვარი ეს უკვე რო იწვება ეხა ბეკონის შეწვას რომ მორჩები შემდეგ კვერცხიც მაქვს კვერცხსაც შევწვავ და მე მგონი კარგი საუზმე გამომივა აი აქაურით რაკსტაპის საუზმეს დამერწმუნეთ მეგობრებო ეს ნამდვილად აჯობებს აი მეგობრებო შემიფასეთ ჩემი მომზადებული ერბოკვერცხი ბეკონით და ის ტეხასური კიტრის მჟავია გვერდით ეგეთი კიტრებია და ცოტა პური მე მგონი საკმაოდ კარგი საუზმე გამომივიდა რა სიტყვით აქაც ეხა საწვავი ჩავასხი 3 და 29 ღირა სხვათა შორის ძალიან გაძვირდა საწვავი გზაზე რაც მოვდივარ 3 და 60 აი ესე ვასხავ გალონს დიზელს ძალიან ძვირია ბილინგია ეს მონტანას შტატი წნარი კარგი ადგილია ახლა ყავას ავიღებ და გავაგზელებ გზას მივდივარ ვაშინგტონის შტატში რა ქვია ეხა იმ ქალაქს გამოვიწყდა რაღაც პატარა ქალაქია იქ მივდივარ რა მე გავიხსენებ და კეთვით მერე თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქაც ყავა მედიუმი ავიღოთ ფრენჩ როსტი შაქარს საერთოდ არ ვეკარები, არ მიყვარს. შაქრიანი ყავა. მაგრამ მაინც კი ჩავასხავ და ეგ იქნება რა. გახლავთ ვეისტეიშენი და ეხლა უნდა შევიდე გავიარო ჩვეულებრივად შემოწმება აწონვა აქსელებზე და ასე შემდეგ თურავი არ მოეწონებათ შემაჩერებ ეს სურათს გადამიღო ამან რა თქმა უნდა კამერამ და შეამოწმებენ ჩემს საბუთებს ჩემს რა მანქანის საბუთებს და ასევე ინსპექშენი შეიძლება ჩაუტარონ დრაივერს. ჩანს არავინ არ არის მეც გამაჩერდა ამიცი აქსელების მიხედვით
ძალიან მწვანე. აი ეს პირდაპირ რაც ჩანს, ეგ არის როცა დეტალურ შემოწმებას უტარებენ უკვე ტრაილერს, მან შეყავთ და მან უკვე აი ყველაფერს აი ქვემოდანაც ამოწმებენ, რა ვიცი, აი ყველაფერი თუ რამე შეიძლება ბრეიქებიდან ან მუხრუჭებიდან დაწყებული მოტორშიც იხედებიან. ესე იგი, ჩემო მეგობრებო, მე ახლა ისე ვიმყოფები მონტანაში. შტატი მონტანა. 90 გზაზე მივდივარ ვაშინგტონში. გავიხსენე იმ ქალაქის სახელი. 1000-ჯერ ვარ ნამყოფი სპოკანე. სპოკანეში უნდა ჩავიტანო. ხვალ ორშაბათია, ხო მართლა გილოცავთ გიორგობას, დღეს გიორგობა 23 ნოემბერი და ყველას გილოცავთ ამ რამას დღესასწაულს. ხვალ უნდა ჩავიტანო და მე არ ვიცი, ანუ ეხლა ხდება. ანუ შემდეგ კვირაში უკვე უწევს ამერიკაში Thanksgiving Day. ეს არის ხუთშაბათი. ხუთშაბათი დასვენება, პარასკევი დასვენება, თავისთავად შაბათი კვირა, ანუ 4 დღე. გამოდის რომ მე მაქვს სამუშაოდ ორშაბათი, სამშაბათი და 4 შაბათი. თან ვარ ძალიან შორს, ვაშინგტონის შტატში. ხო და როგორ მოხდე ახლა მე სახში ისე რომ ეს 4 დღე არ ვიყო მანქანაში. აი ეს არის თავარი ამოცანა ახლა ჩემთვის, მაგრამ ვფიქრობ რომ ვერანაირად, ამიტომ ჩემს დისპეჩერთან ერთად ალბათ ესე დავიგეგმები რომ ორშაბათს ანუ ხვალ ავიღებ რამე ტვირთს ვაშინგტონში ცოტა გამოვიწევი 4 შაბათს რომ დავაგდო და 4 შაბათს უკვე ავიღებ ჩიკაგოზე ტვირთს რომელსაც დავცლი ორშაბათს იმიტომ რომ დასვენების დღეები ემთხვევა ორშაბათს რომ დავცლი უკვე მე ვაპირებ რომ დავანებო თავი მუშაობას, წავიდე სახში. ამის მიზეზსაც განგიმარტავთ. პირველი ზამთარია, როცა უკვე ვაპირებ რომ არ ვიმუშაო. ყოველ ზამთარს მუშაობდი აქამდე. 5 წლის განმავლობაში და ეხლა უკვე ამ ზამთარს ვფიქრობ რომ აღარ ვიმუშაო, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი რამდენი გამოდის 4 თვე აღარ ვიმუშავებ, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ დღევანდელი მარკეტი თლად სახარბიელო არ არის, რა თქმა უნდა, ფასები დაბალია, არ მოუმატია არაფერს. ტვირთებიც არ არის იმდი რაოდენობის რომ რაღაც სახარბიელო იყოს. პლუს ამას საწვავი ძალიან გაძვირდა უკვე. თავისთავად დაბალი ფასი და საწვავის მაღალი ფასი ერთმანეთს უკვე ვეღარ აბალანსებს, ტვირთის დაბალი ფასი და საწვავის მაღალი ფასი ერთმანეთს ვეღარ აბალანსებს და სიტყვაზე თუ ვიღებ $2 ტვირთს, გამოდის რომ ეს ტვირთი სინამდვილეში მაქვს აღებული $1.60, იმიტომ რომ საწვავს მეც მოვიხმარ. თან ზამთარში მუშაობა ისე რომ ხეირი არაფერი არ იყოს, მაინდა-მაინც პერსპექტივაში არ მხიბლავს და ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს დრო დავუთმო. ჩემს პირად საქმეებს დავისვენებ მთელი ზამთარი, ვიმოგზაურებ, რა თქმა უნდა და გულს გადავაყოლებ. ასე ვთქვათ, გავერთობით ცოტა, იმიტომ რომ მე რამდენი ხანია რამდენი წელი ამერიკაში ვცხოვრობ და ნორმალურად დასვენება ფაქტიურად არ მღირსებია. ამ მუშაობა კიდევ თქვენ იცით რომ ვერ ამოწურავთ, ვერასოდეს მთელი ცხოვრება შეიძლება იმუშაოთ,
და ის საქმე რომელიც თქვენ გაქვთ მიზნად დასახული ვერ მიიყვანოთ ბოლომდე და ამას დაჭირდეს უფრო იმაზე მეტი დრო ვიდრე ფიქრობთ. ამიტომ მეც ესე გადავწყვიტე რომ მუშაობას მოუკვდა პატრონიო რომ იტყვია. ჯობია ხანდახან ადამიანმა დაისვენოს რა თქმა უნდა და თავის პირად ცხოვრებასაც მიხედოს. ესე მაქვს გეგმები. ჩავალ იქით კვირაში უკვე ერთ კვირაში დავანებებ თავს, ჩავალ ნიუ-იორკში. გადმოხედავ რაღაც მანქანის ყიდვაც მინდა. რა მანქანასაც ვიყიდი, იმასაც გადავიღებ და გაჩვენებთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩამოყალიბების დონეზე ვარ, რა ვიყიდო. აქამდე მე მყავდა Lexus-ი მყავდა, RX-ი 350 F-Sport-ი Headling-ი 0 გარბენით. შემდეგ მყავდა Mercedes-ი GLE 350 2022-ში ვიყიდე, ისიც 0 გარბენით. ანუ ეს luxury ესე რო იტყვიან მანქანები, რომელიც მე მყავდა. კი, რაღაც სიამოვნებას გვრის ადამიანს რომ დადიხარ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბრუკლინი, ნიუ-იორკი, ბრუკლინი არის მოკლედ ძალიან ძვირი სადაზღვეოს თვალსაზრისით, აი ასეთი დონის მანქანებისთვის. იმიტომ რომ ხშირია ავარიები, ხშირია ასევე რომ შეიძლება დაპარკინგებულ ავტომანქანაზე დილით მიხვიდეთ და საერთოდ დალეწილი დაგხვდეთ. და ამიტომ სადაზღვეო მაქსიმალურად ძვირად აზღვევს ასეთ მანქანებს. მაგალითად Mercedes-ი მე დაზღვეული მყავდა Geico-ში, ორმხრივი დაზღვევა მქონდა, პრემიუმი რა თქმა უნდა და ვიხდიდი $900 თვეში. მარტო დაზღვევას რა თქმა უნდა. ნუ ეხა ასეთ შემთხვევაში ხო, ანუ მე უკვე მის გამოცდილება მაქვს, რა მოსდევს luxury მანქანის ყოლას ნიუ-იორკში, ანუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ ცხოვრობ დაუშვათ სხვა შტატში, სიტყვაზე ნიუ-ჯერსში, პენსილვანიაში არ აქვს მნიშვნელობა. დაზღვევა გაცილებით ნაკლებია და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში კიდე აზრი აქვს ასეთი მანქანის ყოლას. მაგალითად იგივე დონის მანქანა შეგიძლიათ მე რომ $900 ყავდა ბრუკლინში დაზღვეული, ნიუ-ჯერსში თქვენ დააზღვიოთ $200, ხო? ანუ რამხელა სხვაობაა. ყველაფერი კიდე ანგარიშია და რა ვიცი, ერთ-ერთმანეთს ემატება ეს ხარჯი და საბოლოო ჯამში უკვე ძალიან ბევრი გამოდის და ამიტომ ვფიქრობ, რომ შევამცირო ხარჯებიც. მეტი ხარჯი ყოველთვის ნიშნავს მეტ მუშაობას, მეტ ყოფნას გზაზე ან სადაც ახართ სამსახურში. ამიტომ რაც უფრო ნაკლები ხარჯია, შესაბამისად ნაკლები მუშაობაც გიწევთ, ასე ვთქვა. ხო და აი ეს ზუსტად აი ამ ჩამოყალიბების გზაზე ვარ, არ ვიცი ხა რომელი ავტომანქანა შევიძინო, ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სადღაც აი მაქსიმუმი ალბათ ესე 40-50,000 ფარგლებში რამე ვიყიდო და არ ვიცი, გადავწყვიტავ და შემდეგ რასაც შევიძენ, მას გადავიღებ და რა თქმა უნდა თქვენს გაჩვენებთ. აი ეს არის ჩემი მომავალი გეგმები, რაც შეეხება მომავალ გეგმებს ამ ეტაპზე. მუშაობას, ტრაქინგს რაც გააჩნია, ანუ გეტყვით რომ აღარაფერი სახარბიელო ამ ეტაპზე აქ არ არის, ამიტომ გაზაფხულზე როცა დავბრუნდები, თანამ ჩემს მანქანას ტრაქს მინდა რომ შევავლო ხელი, რაღაცები გაუკეთო, მოვიყვანო ისევე წესრიგში. მილიონზე მეტი აქვს გარბენი, ახლა აქვს 1,33,000 მილი გარბენი. მატორი წინვალეთ მუშაობს, კარობკა მუშაობს, გადაცემათა კოლოფი ხადაოიც არ მდგომარეობაში აქვს
მაგრამ რაღაცებს მაინც შევხედავ როგორ ანაირად რაღაცებს განვაახლებ და შემდეგ ისევ დავბრუნდები გზაზე. მე ვფიქრობ რომ დავბრუნდები. შეიძლება საერთოდ არ ვიცი, ნახოთ თუ არ იყო მაგალითად არ გამოსწორდა მარკეტი, ფასებმა არ მოიმატა და არ ღირდა გამოსვლა, რა თქმა უნდა, არ გამოვალ და უკვე გადავეწყობი სხვა თემაზე. ისეთზე რომ დავუშვათ საღამოს მანქანაში აღარ მომიწიოს გათენება და სახლში ვიყო ხოლმე. შედარებით, ანუ ამერიკულად როგორც იტყვიან, ვიცხოვრო ისე რომ შაბათ-კვირაც სახლში გავატარო. ეს არის ჩემი ინტერესი და ალბათ ამას რაღაცნაირად მოვაბავ კიდევაც თავს ნახოთ. კოლორადო არა, ბოდიში, მონტანა, სადაც ახლა მე ვარ ლამაზი შტატია, მაგრამ ამ სილამაზე ზამთარში სიმკაცრეც ახლავს საოცარი სიცივე იცის, გზაზე თოვლი და ჯაჭვების გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია სიარული, ანუ აი ესეთ ახლა ესეთ დაღმართზე მაგალითად როგორცაც ახლა მე ჩავდივარ, აქ ჯაჭვების გარეშე ვერ ჩახვარ. ეს ყველაფერი გამოცდილება მე რა თქმა უნდა მაქვს ზამთარში სიარულის. პირველი ზამთარი ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ არ მქონდა გამოცდილება, მაგრამ ყველაფერი მიჩვევა მერე და კი მივეჩვიე და თავისუფლად დავდივარ, მაგრამ საწვალებელია გინდა გითხრათ რა. და ესე რომ იმუშაო და იწვალო, ალბათ უნდა გიღირდეს, თორე ისე აზრი არ აქვს. აი ეს არის ის სიახლე, რაც მე თქვენთვის მინდოდა მეთქვა. ვიდეოების გადაღებას რა თქმა უნდა გავაგრძელებ. მე უბრალოდ პაუზა გავაკეთე, იმიტომ რომ რაღაც ჩემი საქმეები მქონდა და უბრალოდ არ მეცალა გადასაღებად, მაგრამ შემდეგში ვეცდები რომ კარგი ვიდეოები გადავიღო და მოგაწოდოთ. Listen, baby, in this game of love, there's always pain and pleasure. I've played my hand and had my share of treasure. Gonna stay, I'll ask you how you do, then walk away, just passing through. I see you standing by your blues, your world is full of light and rooms, with colors shining true. In shades of gray, I drift each day like fog that never clears the way love slipped right out of you. I know in love someone's bound to fall. I used to think I had it all, but I didn't know the hurt could cut this deep. I know in love one walks, one has
believe in you. You see, never thought the day would show. I'd need your warmth to help me grow. Now I don't know what to do. I know in love someone's bound to lose. I had the world, I gotta choose. But I didn't see what I let slip away. I know in love we win, we also bruise. And baby now I paid my dues. I lost you anyway. It's me, I'm walking back again. My heart and I, with no pretend. We're reaching out to you. See, just for a while, not here to stay. I'll check you fine, then go my way. Just passing through. I know in love someone must bear the cost. And now I know what I have lost. Didn't know a heart could ache this much. I know in love someone must pay the toll. I held the dice but lost control. Didn't know I'd miss your touch.